რევიზორი პრემიერა ბათუმის დრამატულ თეატრში ნიკოლაი გოგოლის პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა გიორგი კაშიამ დადგა. ნაწარმოები ყველა დროისთვის აქტუალურ საკითხებს ეხება და საზოგადოების პრობლემებს იუმორით ასახავს. სპექტაკლის მთავარი გზავნილი უცვლელია. ნამდვილი რევიზორი ყოველთვის მოდის და საბოლოოდ თითოეული ადამიანის ქმედებას აფასებს. ძალიან ემოციური დღეა და ამას ხედავთ კიდეც. ძალიან მღელავდით, იმიტომ რომ არ იყო მარტივი, ასეთ კლასიკას შევჭიდებოდით და ვფიქრობ, რომ რეჟისორმა და მასთან ერთად მსახიობებმა არაჩვეულებრივად გაართვეს თავი. წარმატება მინდა ვუსურვო სპექტაკლს, ახლა დაიბადა და მე მგონია, რომ ძალიან ბევრი მაყურებელი ეყოლება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შედგა ეს პრემიერა მართლა ძალიან ნიჭიერი ბიჭის მიერ დადგმული გიორგი კაშიას და ჩვენი არაჩვეულებრივი დასი ფაქტიურად თითქმის სრული შემადგენლობით მონაწილეობდა და რაღაცა ემოციური დღე არის. ორი თვის განმავლობაში მუშაობდით ამ ძალიან დიდ სპექტაკლზე და ვფიქრობ, რომ იმედები გავამართლეთ. ბათუმელი მაყურებელი კიდევ ერთხელ ისეულად წავიდა ამ თეატრიდან და დარწმუნებული ვარ, რომ ბათუმის დრამატულ თეატრს მომავალში ძალიან ბევრი საინტერესო სპექტაკლი ელოდება. ძალიან დიდი შრომა ჩაიდო ამ საქმეში, რადგანაც თქვენც ნახეთ ალბათ რამდენი მსახიობი მუშაობდა სცენაზე ერთდროულად, ამიტომაც ეს არ იყო მარტივი ჩემთვის. ეს იყო ძალიან რთული პროცესი. იყო პრაქტიკულად რაღაც კომპაქტური დრო და იყო ძალიან დიდი მასალა და ძალიან ბევრი ადამიანი. მაგრამ ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე შედგა